ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და დღეს ვისაუბრებ არქეოლოგიაზე და ხელოვნებაზე. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ, იმიტომ რომ რეალურად აქედან დაიწყო და ასტეროიდიდან დაიწყო ჩემი და ხელოვნების ურთიერთობა და ძალიან ბევრი რამ გამომადგა ცხოვრებაში აქ ნასწავლი. ჩემს პროფესიაშიც და ამიტომ პირველი თემა, რაზეც მინდა და მესაუბრე, სწორედ აქედან მომდინარეობდა არქეოლოგია და ხელოვნება, იმიტომ რომ არქეოლოგიური გათხრების დროს ბევრ რაღაცაში ვხედავ ხელოვნებას, როგორც პირდაპირი გაგებით, ასევე გადატანით მნიშვნელობითაც და ამაში განსაკუთრებული როლი სწორედ იმაში ასრულა, რომ მე ბავშვობა აქ მაქვს ასტეროიდზე მაქვს გატარებული. ჩემი საუბრის უშუალო თემა, როგორც უკვე ვთქვი, ეხება არქეოლოგიას და ხელოვნებას. კაცობრიობის ისტორია, ასე ვთქვათ, არქეოლოგებისთვის განსაკუთრებით იწყება ქვის ხანიდან. ქვის ხანა თავის მხრივ სამ პერიოდად იყოფა: ძველი, შუა და ახალი ქვის ხანა, პალეოლითი, მეზოლითი და ნეოლითი და სამეცნიერო ლიტერატურაში პალეოლითი მოიცავს ქვედა და ზედა პალეოლითს. ამ ქვედა პალეოლითის პირველივე ეტაპზე, როგორც კი ადამიანი იწყებს ცეცხლის გამოყენებას, ამასთან ერთად ჩნდება პირველი ხელოვნების ნიმუშებიც. ამას ჩემი აზრით განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ აქვს, ანუ იმ ფაქტს, რომ ცეცხლთან ერთად ჩნდება ხელოვნების პირველი ნიმუში, რომ ადამიანი საყოფე ცხოვრება დანიშნულებასთან ერთად ხვდება, რომ მარტო აქაურობა და ფიზიკური საგნებისადმი დამოკიდებულება არ არის მნიშვნელოვანი და გადადის სულიერზე და ესთეტიკურზე ფიქრს და ზრუნვას იწყებს. სწორედ ეს არის ის ხელოვნების ნიმუშები, რომელიც არის აღმოჩენილი და რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია როგორც გამოქვაბულის მხატვრობა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საღებავით შესრულებული ნიმუშები არ გვაქვს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ არ გვაქვს ქვის ხანის ხელოვნების ნიმუშები, გვაქვს პეტროგლიფების სახით, ეს არის ქვაზე ნაკაწრები და ეს ნაკაწრები გვაქვს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, თრიალეთში, მესხეთში და ასევე ქვის ნაკაწრები გვაქვს იმერეთში აღმოჩენილ მღვიმეებში. ბევრად უფრო საინტერესოდ ვითარდებოდა პირველყოფილი ხელოვნება საფრანგეთში. განსაკუთრებით საინტერესოა ალტამირას გამოქვაბული, ალტამირას მღვიმე, სადაც სწორედ პირველი ხელოვნების ნიმუშია აღმოჩენილი. ეს არის კედლებზე დახატული ბიზონი და ნადირობის სცენა. ასევე გამოსახულია ადამიანის ხელები. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ ადამიანი ხატავდა იმას, რასაც ხედავდა. თუმცა დროთა განმავლობაში და შემდგომმა ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანი ხატავდა არა იმას, რასაც ხედავდა, პირველყოფილი ადამიანი ხატავდა იმას, რაც უნდოდა, რომ მომხდარიყო. ანუ დაახლოებით მარტივად რო ვთქვათ, ნადირობის წინ ხატავდა იმ ცხოველის მონადირების სცენას, რომელიც უნდოდა, რომ მოენადირებინა. ანუ ეს ნახატები არ იყო მხოლოდ დეკორატიული დანიშნულების, ან უბრალოდ იმის გამოხატვის, რასაც ხედავდა, ანუ ის თავის სულიერ სამყაროს, თავიდანვე თავისი სულიერი სამყარო ჰქონდა ჩაქსოვილი ამ ხელოვნებაში. შემდგომში ასევე საფრანგეთში სხვა მღვიმეებში გამოსახული ფიგურები ძალიან ერთნაირია და ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთ-ერთ მღვიმეში ასევე საფრანგეთში, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 15,000-13,000 წლით თარიღდება, აღმოჩენილია უბრალოდ ადამიანი ჩიტის გამოსახულება. ანუ ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ თავიდანვე ხელოვნება ადამიანს აძლევდა თავისუფალი აზროვნების საშუალებას. ხატავდა იმას, რასაც ფიქრობდა, როგორც წარმოედგინა, რომ შორს მცხოვრები ადამიანი იყო მისგან. ამის შემდგომ იწყება საკმაოდ გარდამავალი პერიოდი, მრავალმხრივ გარდამავალი პერიოდი, რაც ნეოლითის ახალი ქვის ხანის სახელით არის ცნობილი. ეს არის დიდი ცვლილებების ხანა და სამეცნიერო ლიტერატურაში ნეოლითური რევოლუციის სახელითაც კია ცნობილი. ეს პერიოდი საინტერესოა არა მარტო იმ მხრივ, რომ ადამიანი შემგროვებლიდან ხდება მწარმოებელი, იმ მხრივაც, რომ ბევრი ხელოვნების დარგი ვითარდება. კერძოდ არქიტექტურა, კერძოდ ინტერიერის დიზაინი, ესე შეგვიძლიათ რომ დავარქვათ, ასევე კედლის მხატვრობა კიდევ უფრო მეტად იხვეწება.
თუ მანამდე ადამიანი ღვინოებში და ეხებში ცხოვრობდა, ამ პერიოდში უკვე განვითარებას იწყებს არქიტექტურაც, იწყებს სახლების მშენებლობას. თავდაპირველად ან გვარი წრიული ფორმის, ან ზარქუფისებური სახლები გვხვდებოდა. ეს სახლები არ იყო მისთვის მარტო საცხოვრებელს რო არ წარმოადგენდა და მის ესთეტიკურ მხარის მოწესრიგებაზე ფიქრობდა, იმ მხრივაც ჩანს, რომ ენელითი აქვე დავამატებ იმასაც, რომ ყველაზე მეტად გამორჩეული იყო ანატოლიაში. და ანატოლიაში არის აღმოჩენილი სახლები, სადაც სხვადასხვა ცხოველის ბარელიეფური გამოსახულებებია დატანილი, იმიტომ რომ შეექმნა ინტერიერის მაშინდელი დიზაინი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩათალ ჰუიუკის ნამოსახლარი, რომლის კედლებზეც ადამიანს დახატული ჰქონდა ის, რასაც ხედავდა და ის, რაც მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლის კედელზე არის დახატული ვულკანის ამოფრქვევის სცენა. ეს ვულკანის ამოფრქვევის სცენა იმიტომ არის საინტერესო, რომ ამ ნამოსახლარის მოპირდაპირე მხარეს არის ჩამქრალი ვულკანი, ანუ აქ უკვე ზუსტად ვიცით, რომ ადამიანმა დახატა ის, რასაც ხედავდა. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანი თავიდან ოდითგანვე ხელოვნების საშუალებით გამოხატავს მის დამოკიდებულებას სხვადასხვა საგნებისადმი. ერთ-ერთი ასეთი დამოკიდებულების გამოხატვა არის მძივები, რომელიც ქვის ხანიდან მოყოლებული გვხვდება. ძივებს ადამიანი აკეთებს იმ მასალისგან, რა მასალასაც იცნობს. ანუ თუ თავიდან იცნობდა ქვას და ძვალს, პირველი ძივები კეთდებოდა ქვისგან და ძვლისგან. შემდგომ პერიოდში უფრო ბევრ მინერალს იცნობს და სხვა მინერალებს უკავშირებს თავის რწმენა წარმოდგენებს. და ამის მიხედვით უფრო და უფრო იზრდება ამ ძივების რაოდენობაც. ამ მხრივად საინტერესოა მისი დამოკიდებულება თითქმის ყველაფერში, ხელოვნების ყველა სფეროში, რომელსაც ის მიმართავს მისი რწმენის და დამოკიდებულების გამო. არ შეიძლება რწმენაზე და იდეოლოგიებზე ვისაუბრო გარდამავალ პერიოდებზე და არ ვახსენო შუამდინარეთი. ურუქი, სადაც ბევრი რამ ჩაისახა, მათ შორის დამწერლობა და ასევე ხელოვნების არაერთი დარგი. განსაკუთრებით საინტერესოა გლიპტიკა, რომელიც ძალიან განვითარებული იყო შუამდინარეთში, ურუქში და ისინი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ იმას, თუ რას გამოხატავდნენ თავიანთ საბეჭდავებზე. მათი რელიგიური რწმენა წარმოდგენები მთლიანად ჰქონდათ გადმოცემული ამ ხელოვნების ნიმუშებზე და იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ რომელ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, რომელი იყო მთავარი და ასე შემდეგ. ჩვენთან ამ პერიოდში უკვე შემოდის ახალი მასალა და უკვე ვიწყებთ ლითონის დამუშავებას, კერძოდ ეს არის ბრინჯაო და ბრინჯაოს ხანიდან ჩემი აზრით განსაკუთრებით საინტერესოა ეს თემა ხელოვნება და არქეოლოგია საქართველოში, რადგან როგორც კი ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანი იწყებს ახალი მასალის გაცნობას, ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ ბრინჯაოს, მაშინვე იწყებს მრავალმხრივ მის განვითარებას, ანუ არ ამზადებს მხოლოდ იარაღებს. ის ცდილობს, რომ ეს ცოდნა ბევრი მიმართულებით წარმართოს, რაც მას აქვს და დაამზადოს სამაჯურები, გააკეთოს ყელსაბამები, მძივები და სარტყლები. არა მარტო გარდა ბრინჯაოსა, შუა ბრინჯაოს ხანაში ადამიანი უკვე იწყებს ძვირფასი ლითონის დამუშავებასაც. კერძოდ გულისხმობ ოქროს და ვერცხლს. და განსაკუთრებით საინტერესოა ის ხელოვნების დარგები, რომლებიც შუაბრინჯაოს ხანაში განვითარდა. შუაბრინჯაოს ხანაზე სანამ ხელოვნებაზე გადავალ ვიტყვი იმას, რომ განსაკუთრებით საინტერესოა და იდუმალებით მოცულია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ის ნამოსახლარები, საცხოვრობდა ის ადამიანები. თუმცა აშკარად ხედავთ, რომ ამ დროს ხელოვნების ძალიან ბევრი დარგია განვითარებული. იქნება ეს არქიტექტურა, იქნება ეს ძვირფასი ლითონის დამუშავება, იქნება ეს დეკორატიული ორნამენტების გამოყენება და ასე შემდეგ. არქიტექტურის განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს ის სამარხები, რომლებიც ყორღანების სახელით არის ცნობილი და რომელშიც ამ ადამიანებს გრძალავდნენ. და განსაკუთრებით ყურადღებას შევაჩერებ იმ ნივთებზე, რომლებიც ამ ყორღანებშია აღმოჩენილი. თავდაპირველად რამდენიმე სიტყვით ვიტყვი ოქროს სამკაულზე, რომელიც აქაა აღმოჩენილი. განსაკუთრებით საინტერესოა ეს ოქროს სამკაული, იმიტომ რომ მათზე არ არის გამოსახული მხოლოდ მარტივი ორნამენტები. ამ დროის ადამიანი, რომელიც თრიალეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, იგონებს და ქმნის სრულიად ახალ ფორმებს.
რომლებიც შემდგომ დროთა განმავლობაში მკვიდრდება და რომლებიც აქედან წასულად იცვლება. ასევე ადგილობრივი ფორმებისა მას ძლიერი კავშირი აქვს წინააზიურ სამყაროსთან. ამაზე მეტყველებს თრიალეთის ცნობილი ვერცხლის თასი, რომელზეც გამოსახული სცენა რომელსაც გამოსახულ სცენას ამ ჭიდრო კავშირი აქვს როგორც წინააზიასთან, ხეთურ სამყაროსთან, ასევე შუამდინარეთთან და შუმერულ სამყაროსთან. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ის ხელოვნება, რომელიც თითქოს ჩანს, რომ მხოლოდ ერთი საზოგადოებისთვის არის და ერთმა საზოგადოებამ შექმნა და იმ დროს თითქოს ვერ გავრცელდებოდა, საკმაოდ ფართოდ ვრცელდებოდა და ეს ადამიანები, რომელთაც საკმაოდ მანძილი აშორებდა ამ ხელოვნების საშუალებით ერთ ენაზე მეტყველებდნენ. გამოსცემს იმას, რომ მაშინდელ ადამიანებს მიუხედავად მანძილისა დაახლოებით მსგავსი რწმენა წარმოდგენები და იდეოლოგია ჰქონდა და ყველა მათგანს სჯეროდა, რომ თუ ამ ყველაფერს იმას რისიც ჯერათ, მის შეხორცს შეასხამდნენ და ამას მიცემდნენ ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშის სახეს, ეს ყველაფერი უკეთეს შედეგს გამოიტანდა, ვიდრე მათი უბრალოდ წარმოთქმა და არ განხორციელება. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ბრინჯაოს სარტყლებიც, რომლებიც ასევე ბრინჯაოს ხანისთვის არის დამახასიათებელი და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აქ გამოსახული მითიური სცენები. ისევე როგორც თრიალეთის ვერცხლის თასზე გამოსახული მითიური სცენა, ასევე ბრინჯაოს სარტყლებზე გამოსახული სცენებიც იქნება ეს ნადირობის ვარსკვლავებს თუ ასე შემდეგ, მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ აქ თითოეულ ერში ის ცოდნა, რაც არსებობს მაშინდელ ადამიანში, პოულობს თავისებურ გამოსახულებას და ვითარდება თავისებურად. ყველა საერთო ცოდნას თითოეული ერი იგებს სხვადასხვანაირად და თითოეული მათგანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. ხელოვნებაზე და არქეოლოგიაზე როცა ვსაუბრობ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა შევაჩერო ვანზე, რომელიც ოქრომრავალი კოლხეთის ცენტრი იყო და რომელიც ანტიკური სამყაროს დღემდე ითვლება, რომ ანტიკურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი იყო. ვანში აღმოჩენილი სამკაულები ფაქტობრივად იმ პერიოდის გვირგვინად ითვლება, როგორც ხელოვნების მხრივ, ასევე რელიგიური თვალსაზრისითაც. ვანი თავისი არქიტექტურითაც განსაკუთრებული იყო იმ პერიოდში, რადგან ვანის კარიბჭე, აქ არსებული ტაძრები თუ ქანდაკებები ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენ და არა მარტო ადგილობრივებზე, არამედ უცხოელ მწერლებზე და ვანის შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია სწორედ ბერძენი მწერლებისგან ვიღებ და უცხოელი მწერლებისგან, რომლებიც აღფრთოვანებით საუბრობდნენ და ლაპარაკობდნენ ამ ქალაქზე. ვიცით, რომ ვანი იყო რელიგიური ცენტრი, იყო არქიტექტურული ცენტრი, მაგრამ არ შეიძლება ყურადღება არ შევაჩეროთ იმ თავსაბურავებზე, რომლებიც ვანშია აღმოჩენილი. გარდა მათი ესთეტიკური სილამაზისა, მათ აქვს განსაკუთრებული შინაარსი და ასევე ისტორია. ამჯერად ყურადღებას შევაჩერებ იმ თავსაბურავზე, რომელზეც არის გამოსახული ხარები, ორი ლომის და ერთი ხარის სცენა და ამ თავსაბურავზე გამოსახულია თუ როგორ კლავს ორი ლომი ხარს. სანახავადაც და ასე ვთქვათ, თვალისთვისაც ძალიან ლამაზი დასანახია ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ უფრო ლამაზი და მშვენიერი ხდება მას შემდეგ, რაც ვიღებთ მის დანიშნულებას. ეს სცენა დაკავშირებულია წინააზიურ სამყაროსთან და მეტყველებს იმას, რომ დადგა გაზაფხულის ბუნიაობა. ორი ლომის მიერ ხარის მონადირება დაკავშირებულია გაზაფხულის ბუნიაობასთან. ამას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით, ამ ნივთის და ამ სცენის ვანში აღმოჩენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ბევრ რამეზე მეტყველებს. აქაური ადამიანისთვისაც განსაკუთრებული პერიოდი იყო გაზაფხულის ბუნიაობა. ამით შეგვიძლია ისიც დავადგინოთ, რომ ამ ანტიკური ხანის ვანში მცხოვრები ადამიანისთვისაც ახალი ციკლი სწორედ გაზაფხულის ბუნიაობით იწყებოდა. რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვთქვი, გარდა ამ სულიერი და ესთეტიკური დანიშნულებისა, უნდა ვისაუბრო იმ ტექნიკაზე, რომელთაც ეს ოქრო მუშავდებოდა. ოქროს დამუშავების მაღალ მწვერვალებს ჯერ კიდევ შუაბრინჯაოს ხანიდან ვაღწევთ და ამის მაგალითია ცნობილი თრიალეთის ოქროს თასი და ასევე თრიალეთის წნორის ყორღანში აღმოჩენილი ლომის გამოსახულება, რომელზეც დატანილია მცირე ფიგურები.
ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ანუ ოქროს დამუშავება ჩვენთვის უცხო არ ყოფილა. თუმცა ეს ოქროს დამუშავების სრულიად ახალი ეტაპები იქმნება მაშინ, როდესაც საუბრობ ანტიკურობაზე და როდესაც საუბრობ ვანზე. ანუ ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მხოლოდ ვანში იყო ანტიკურობის ხანაში განსაკუთრებული ხელოვნების ნიმუშები. არა, თუნდაც აღსანიშნავია აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ორმაკვპროტომიანი ლომების და ხარების გამოსახულება, რომელიც მეტყველებს იმას, რომ აქემენიდურ სამყაროსთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი გვქონდა. ასევე თუნდაც ფიჭვნარის სამაროვანზე გათხრილი ნივთები, თუმცა ეს ყველაფერი, რაც სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლზეა მიმოფანტული, ესე რომ ვთქვათ, ერთად არის გაერთიანებული ვანში. აქ ხდება როგორც ბერძნული კულტურა, ხდება ასევე აქემენიდური კულტურა და ამ ორი კულტურის შერწყმის საფუძველზე მიღებული კოლხური კულტურა, რომელიც გადის საზღვარგარეთ როგორც კოლხური კულტურის სახელით. ანტიკური ხანის ვანში იქნება ორი ფიგურა, ეგრეთ წოდებული ვარდულები და ასევე ჩიტების გამოსახულებები, რომლებიც შემდგომ სხვა კულტურებში მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით ითვლება სწორედ აქედან გასულად. არ მომუშავებთ მხოლოდ ოქროს ან ვერცხლს, ასევე საკმაოდ მაღალ დონეზე გვქონდა ბრინჯაოს დამუშავებაც და განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის ზარაკები, რომლებიც გვიანი ბრინჯაო ადრერკინის ხანაშია აღმოჩენილი და რომლებიც გარდა რთული მატერიალური შემადგენლობისა, იმიტომ რომ ორი განსხვავებული ლითონისგან ამზადებდა მაშინდელი ადამიანი ამ იარაღს, გამორჩეულია თავიანთი ფორმებით. არასდროს არ ვივიწყებდით დეკორატიულ მხარეს, ანუ ყოველთვის შერწყმული გვაქვს ერთმანეთთან როგორც მისი გამოყენება, ასევე მისი ესთეტიკური სილამაზე. ჩემი აზრით ესეც მეტყველებს იმაზე, რომ მაშინდელი ადამიანი არ ფიქრობდა მხოლოდ პრაქტიკულად. და მაშინდელი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ რას გამოიყენებდა და როგორი ფორმა ექნებოდა იმას, რასაც პრაქტიკულ დანიშნულებას აძლევდა. მისთვის აუცილებელი იყო, რომ თითოეული მისი ნივთს გამოეხატა მისი რაობა. ვინაიდან ამ ნივთების უმრავლესობა არის აღმოჩენილი სამარხებში, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ თითოეული ეს ნივთი ადამიანის სულიერ სამყაროს უსმევდა ხაზს. იმიტომ რომ ამ ადამიანებს შემდგომ იცოდნენ, რომ იქ უნდა სამყაროში უნდა წაიღოთ და იქ გამოადგებოდათ. ამიტომ თავიდანვე ამ ქვეყნიდანვე იწყებდნენ ზრუნვას ამ ყველაფერზე. როგორც უკვე ვთქვი, ძივებს ჰქონდათ ძალიან დიდი დანიშნულება ჩვენს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით საყურადღებოა ჩემი აზრით და საინტერესოა სარდიონის მძივები და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ სარდიონის მძივებზე მემუშავა და ამ მხრით გამეკეთებინა აქცენტი, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთადერთი მძივი, რომელიც გვხვდება ადრე ბრინჯაოს ხანიდან და არ წყვეტს არსებობას. ადამიანის ეს სულიერი დამოკიდებულება საგნებისადმი ერთ-ერთი ნათელი მაგალითი არის ჩემი აზრით სარდიონის მძივი. იმიტომ რომ ეს არის მინერალი, რომელთანაც უამრავი სასარგებლო თვისებაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომაა არის ჩემთვის გასაკვირი, რომ სამარხებში ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება სარდიონის მძივები. და ადამიანი არ ჩერდება არასდროს მისი ხედვა და არასდროს არ წყვეტს განვითარებას. როდესაც ამ თემაზე მუშაობდი და ზოგადად რაც მიწევს ახლოდან ამ ნივთებთან შეხება, ყოველთვის მიჩნდება ეს აზრი, რომ ქვის ხანიდან მოყოლებული შემდეგ უკვე ვითარდება და ანტიკურ ხანაშიც თუნდაც ელინისტურ ხანაში არასდროს არ წყვეტს განვითარებას. ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაც ახალი შექმნას, რაღაც განავითაროს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ გამოხატოს ის, რაც მასშია და არ დაკარგოს თავისი ფიქრები იმის შესახებ, სამყაროს შესახებ. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ არქეოლოგია და ხელოვნება საკმაოდ ფართო და ამოუწურავი თემაა და ყველა ძეგლს ან ყველა ნივთს რომ შევხედავდი, ძალიან დიდ დროს წაიღებდა და ამიტომ გადავწყვეტე, რომ დღეს რამდენიმე ის ჩემი აზრით განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლი თუ ადგილი გამომეყო, რომელიც ხაზს გაუსმევდა იმას, რომ ადამიანი თავიდანვე მოყოლებული
არის შექმნილი ხელოვნებისთვის. მე ესე ვფიქრობ და თავიდანვე ცდილობს, რომ ეს თავისი შინაგანი სამყარო მაქსიმალურად გამოიტანოს გარეთ და სწორედ ამ დროს იქმნება ყველაზე რეალური, დასამახსოვრებელი და უკვდავი ნივთები. ამის თქმა უნდა და შეკითხვები თუ გაქვთ იმის სანამ მოიფიქრებენ, მე გითხრათ ერთს, რომ ერთი ის, როდესაც ესეთი საინტერესო არქეოლოგიური ნიმუშები გვაქვს ჩვენ ტერიტორიაზე, რომელიც ხელოვნების განვითარებაზე მეტყველებს, ესე იგი ეკონომიკურადაც განვითარებულები ვიყავით, ურთიერთობებიც გქონდა, მაგრამ სქესთა შორის ურთიერთობაზე თუ შეიძლება რამე თქვა აღმოჩენების დაკავშირებით, ანუ მაგალითად ქალების სამკაულები რაღაც უფრო ბევრი გვაქვს თუ არ გვაქვს, არა, სხვათა შორის თითქმის თანაბრად არის, იმიტომ რომ რაც მინახავს, რაც არის გათხრილი გინდ ქარის და გინდ მამაკაცის სამარხები, თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი ინვენტარი საკმაოდ დიდი რაოდენობით არის. თუმცა უფრო მრავალფეროვნებით, ანუ ამ ფიგურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ალბათ ქალების სამარხები, იმიტომ რომ თან ანუ საკმაოდ თანამედროვე ყოველთვის მიჩნდება ეს აზრი, როცა ამ ნივთებს ვნახულობ, რომ იმდენად თანამედროვე და იმდენად დროზე მორგებულია, რომ ვერ იფიქრებ, რომ ეს შექმნილია 2000 წლის წინ ან 3000 წლის წინ. და იმდენად დახვეწილია, თუმცა დახვეწილობა არაკლია არის მამაკაცის სამარხებში აღმოჩენილ სამარხებში. თუმცა ვერ ვიტყოთ, რომ საყურები მხოლოდ ქალის სამარხებში გვხდება, ან სამაჯურები მხოლოდ ქალის სამარხებში გვხდება. და იყო პერიოდი, როდესაც ამ სამაჯურებს საერთოდ ფულად ერთეულადაც იყენებდნენ, ასე რომ ყოველგვარი დანიშნულება ჰქონია ამას. მეც მინდა შეგეკითხა, ხელოვნებასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა თუ არის? საღებავებია აღმოჩენილი, ასევე არის აღმოჩენილი ჩვენთან არ არის ოღონდ ეს ფუნჯიან და რაღაც აღმოჩენილი, თუმცა ვიცი, რომ საზღვარგარეთ ხელოვნებასთან დაკავშირებული ბევრად უფრო მეტი ნივთია აღმოჩენილი და ანუ ეს საღებავების ფორმითაც ჩვენთან არ გამიგია სამწუხაროდ, რომ არის აღმოჩენილი, იმიტომ რომ ჩვენთან ვიცი, რომ ძირითადად თუ ხატავდნენ ნახშირით ან ოქრით, ასე რომ ვთქვათ, ასე რომ ძირითადად ესენია, ნივთები არის. თუმცა არის აღმოჩენილი მაკიაჟთან დაკავშირებული ნივთები საკმაოდ დიდი რაოდენობით. საინტერესოა აი მაკიაჟის თემა. კი, ანუ გვაქვს არის აღმოჩენილი ის ნივთები, რაშიც დაუშვათ, ან შესაღებავ ნივთებს ინახავდნენ, მათ შორის გრაკლიენ კორაძეც არის აღმოჩენილი ეს რუმიანის შესანახი ნივთები, ასევე სარკეები აღმოჩენილი, სავერცხლები, დეკორატიული, კი, თითოეული ეს სავერცხლები და სარკე საკმაოდ დეკორატირებული და ლამაზია. საკინძები და ჰიგიენას ძალიან განვითარებული იყო, ძალიან დიდ დროს უთმობდა ჰიგიენას და ჩქიმები, რასაც ქვია, ამ ჩქიფებს, რასაც ვეძახით, ყურის საწმენდები, რომელიც იგოვეთში გრაკლიენ კორაზე არის აღმოჩენილი, ბრინჯაოსგან დამზადებული და აქვს ორსული ქარის ფორმა. გარდაჩვეულებრივი ხის ჩქიფები გვხვდება, ანუ იმდენად ყველაფერზე ცდილობდნენ, რომ რასაც ხედავდნენ ეს ჩაედოთ და რაღაც უკვდავეყოთ და შემდგომში უკვე ხელოვნების ნიმუშად ექციათ, რომ აი ეს ელემენტარული ჰიგიენის ნივთიც კი უკვე იქცა ესეთ განსაკუთრებულ ნივთად, რაც ან ორსული ქალის ფორმის მქონე ჩქიფია. სხვა შეკითხვები ხომ არ არის? შეგიძლიათ ან მოიწეროთ, ან პირდაპირ დაუსვათ შეკითხვები. მე მაქვს ერთი შეკითხვა, მაშინ თუ შეიძლება, აი ეს ხელოვნებას თქვენი აზრით რა განაპირობებს, აი თქვენ მოყევით პერიოდულობის მიხედვით როგორ ვითარდებოდა. აი რა არის კულტურაში განაპირობებელი იმისი, რომ აი ეს ხელოვნება დაიხვეწოს, განვითარდეს, აი თქვენ დამოკიდებულება თუ შეიძლება. ჩემი აზრით ამას ბევრი რამ განაპირობებს. ან ამას განაპირობებს
ის პირველ რიგში ის თუ რა განვითარების რა ეტაპზეა ადამიანი, ანუ რას იცნობს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალ-ეკონომიკური ფაქტორი და სავაჭრო ფაქტორებიც, იმიტომ რომ რაც უფრო ბევრ ქვეყანასთან ქონდა შეხება და რაც უფრო ბევრ ადამიანს სხვადასხვა კულტურას ეცნობა, ამ შეცნობის საფუძველზე ქმნის ადგილობრივ განსხვავებულ ახალ კულტურას. ასევე ის თუ რას ხედავს მის, ანუ რამდენად აღიქვამს იმას, რაც მის გარშემო ხდება. და ანუ რამდენად გამოსულია იმ გამოქვაბულიდან და ეხიდან და რამდენად უფრო ფართო მასშტაბების ტერიტორიების ათვისებაზეა გადასული. თუმცა ჩემი აზრით მაინც მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი არის სოციალ-ეკონომიკური, როდესაც ადამიანები ხვდებიან სხვადასხვა კულტურებს და ამ კულტურათა საფუძველზე იქმნება ახალი სრულიად განსხვავებული კულტურა, რის ნათელი მაგალითიც როგორც თქვი არის თუნდაც ვანი, რომელსაც აღმოსავლურიც აქვს, დასავლურიც აქვს, თუმცა მაინც ადგილობრივია და არ გავს არც ერთს. და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის რაღაც განსხვავება უფრო დიდ მნიშვნელობას, ან ხო არ ანიჭებენ ხელოვნების სილამაზეს და ესთეტიკურ მხარეს დასავლეთში აღმოჩენილი ნიმუშები უფრო ესთეტიურები ხო არ არის? არა, ესთეტიურობით ორივე გამოირჩევა, ორივე ძალიან დახვეწილია და ლამაზია, მაგრამ განსხვავდება სცენები. ანუ ვანში თუ უფრო მეტად აქცენტია გაკეთებული ამ ვარდულების, ან ჩიტების, ან სხივის ფორმის საყურეებზე, აღმოსავლეთში ძირითადად ეს აქემენიდური ირანის გავლენა გვხდება და ეს ცხოველთა სცენები და ასე შემდეგ. მან განაპირობებელი მაინც ალბათ აღმოსავლეთში უფრო აქემენიდური ირანი იყო. აი, კითხვა არის მგონი. კითხვა არის, ერთი არის კახაბერ ჩაკვეტაძეს სულ შეკითხვის დასმა და მეორე კომენტარი გააკეთა ცოტნეირებაძე სარტყელებზე ცხოხელოვნების დიდი გავლენა ჩანსო. სარტყელებზე. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო პრეზენტაციისთვის. ორი კითხვა მექნება. პირველი მაინტერესებს, აი თქვენ ბრძანეთ, რომ და ასეც არის ხომ არის ნახატები, ძირითადად შესრულებული არის ნახშირით და საღებავის ტექნიკა საქართველოში არ ჩანს ამ უძველეს ნივთებში. ნახატებში ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ, ანუ რა განაპირობებდა ამას, აი ეს საღებავის ტექნიკა არიცოდნენ საქართველოში არ მოიპოვებოდა ზოგადად ეს მასალა თუ ასე და ასე შემდეგ და მეორე მაინტერესებს აი ხელოვნებაზე რელიგიის გავლენა პირველყოფილური რელიგიების გავლენა რამდენად ჩანს და როდიდან ჩანს ორივე სიტყვით შეიძლება რომ ამ საკითხის შესახებ რომ მადლობა. რაც შეეხება საღებავს საქართველოში, აქ არის ერთი პრობლემა, ანუ არ არის ჯერ აღმოჩენილი საერთოდ საღებავით შესრულებული ნიმუშები კლდეებზე. ანუ ეს ნახშირი, რაც თქვენ ოქრორკინა, ესეც არის აღმოჩენილი საფრანგეთში. საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი მღვიმე აღმოჩენილი, რომელზეც საღებავი იქნება გამოყენებული. ასე რომ ვერ გავცემ ამ ფაქტების არ ქონიდან გამომდინარე ვერ გავცემ ამ კითხვას პასუხს, იმიტომ რომ ჩვენთან მხატვრული ნიმუშები არის შესრულებული მხოლოდ კაწვრით. და არა რომელიმე საღებავის გამოყენებით. რაც შეეხება რელიგიას, კი თავიდანვე ჩანს ადამიანის რელიგიური დამოკიდებულება ხელოვნებაში. ყოველთვის გამოხატავს იმას, რისიც ჯერათ და რისიც წამს. თუნდაც ის ხარის გამოსახულებები, რომლებიც ანატოლიაში აღმოჩენილი, საქართველოში ხარის დიდი რაოდენობით გვხდება ვერძის გამოსახულება. და ეს დასტურია იმისა, რომ ძირითადად ნაყოფიერების ქალღმერთს სცემდნენ მაშინდელი ადამიანები თაყვანს. ნაყოფიერების ქალღმერთთან აუცილებლად უნდა ვახსენო დიდი დედის სკულპტურული გამოსახულება, ეს არის გარდამავალი პერიოდი ენეოლითსა და ადრებრინჯაოს ხანას შორის და ადრებრინჯაოს ხანაშიც, როდესაც საკმაოდ ათასობით გვხდება შიშველი დაჩოქილი ქარის ფიგურის გამოსახულება და ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მაშინდელი ადამიანი ლოცულობდა ძირითადად ნაყოფიერების ღვთაებისადმი და სწორედ ამიტომ იყო ასეთი პოპულარული. და რელიგიის გავლენა ხელოვნებაზე ჩემი აზრით ყველაზე კარგად ჩანს ურში, სადაც გლიპტიკურ საბეჭდავებზე, რომლებიც თუნდაც მხოლოდ სავაჭრო ხასიათს ატარებდა, გამოსახულია ღმერთი, გამოსახულია ღვთაება და ამ საბეჭდავებზე
ჩვეულებრივ ან ყოველ საბეჭდავზე რამდენიმე გამოსახულია ეს ეტაპები, რაც ჩვეულებრივ მოკვდავს, სჭირდება იმისთვის, რომ ამ ღვთაებამდე მიაღწიოს, ასე რომ კი ყველა ხელოვნებაში, ყველა პერიოდში არის ეს რელიგიური გავლენა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. კიდევ თუ არ გითხარ. ანუ არქეოლოგიასა და ხელოვნებასთან დაკავშირებით შეიძლება არა, მაგრამ არქეოლოგიას ეხება უბრალოდ არ შემიძლია როცა საუბრობენ არქეოლოგიაზე და საქართველოზე, აი ამ ორ ძაღლის საფასთან დაკავშირებით არ დავსვა კითხვა ავჭალასთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ რამე გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან უცნობი არის საზოგადოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ჩემი აზრით. სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით არც მე არ მაქვს ბევრი ინფორმაცია, იმიტომ რომ ბევრად გვიანდელ პერიოდში მუშაობ ასე რომ მე ყოველთვის რაღაცა არაპროფესიული შეკითხვები, იმიტომ რომ ჩემთვის ემოციური მხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი შენი პირად დამოკიდებულება შენს პროფესიასთან და შენი ემოციური ბმა ალბათ საინტერესო იქნება, რატო ერჩი ეს პროფესია და აი როგორ გიყვარს შენი საქმე, აი ძალიან მოკლედ რომ უთხრა ეს ან ჩემი ბავშვობის ოცნება ავეხტინე რეალურად ამ პროფესიაზე ჩაბარებით. პირველი პროფესია რაც მახსოვს რომ მინდოდა რომ ალბათ ყველა ბავშვის პერიოდში ცხოვრებაში იყო ეს პერიოდი რომ უნდა არქეოლოგობა, მაგრამ აი მართლა ყველა ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ანუ არ არსებობდა პერიოდი როცა მე არ მინდოდა არქეოლოგია და აქ ჩაბარებით გარდა იმისა რომ ბავშვობის ოცნება ავეხტინე და აი ვიპოვე საკუთარი თავიც, იმიტომ რომ არ შეიძლება არქეოლოგი იყო და სიამოვნებას არ განიჭებდეს ის რასაც აკეთებ, იმიტომ რომ გარდა ამ აღმოჩენის სიხარულისა და მართლიანი დაუწერელი სიხარულისა და ამ ძველ ნივთებთან შეყრებისა საკმაოდ ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა ამ პრობლემებს მთლიანად ფარავს როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს და როდესაც პოულობ იმას, რაც გიყვარს და ანუ ეხლა რომ დავიწყო საუბარი იმაზე თუ რა განცდა როცა რაღაცას პოულობ, მაინც ვერ გადმოვცემ, იმიტომ რომ მართლა არ გადმოიცემა ჩემი აზრით სიტყვებით და არქეოლოგია დამეხმარა რომ ბევრი რაღაც ამეხსნა სხვა სფეროებში და სხვა დარგებში. როგორც ხელოვნება და რელიგია მეხმარებიან იმაში, რომ ბევრი რაღაც ახსნა არქეოლოგიაში, ზუსტად იგივენაირად მეხმარება არქეოლოგია, რომ ბევრი რაღაც ახსნათ უნდა ამ სფეროში ან სხვა სფეროებში, იმიტომ რომ ბევრი ისეთ საკითხს ჩემთვის ან ბევრი ისეთ ფრაზას, რომელიც მანამდე შეიძლება რაღაც უფრო ბუნდოვანი იყო, სწორედ ამ სამუშაოების დროს გაიცა პასუხი, იმიტომ რომ მთელი ციკლი ჩანს რეალურად ადამიანის ცხოვრების, როდესაც მუშაობდა, მთლიანად, როდესაც ან ნამოსახლარს და სამარხს ერთდროულად ცხრიდან თუ ისეთი ძეგლია, რომ ნამოსახლარიც არის და იქვე ახლოს სამაროვანიც არის, მართლა უყურებ მაშინდელი ადამიანის მთელ ცხოვრებას. ანუ ერთ დღეს სახელოსნოს ცხრი და მეორე დღეს გადადიხარ სამაროვანზე და იმავე ადამიანის სამარხს პოულობ, განსაკუთრებით საინტერესოა. მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო.